მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე დაგეთანხმებით თქვენ შეფასებაში, რადგანაც ეს წერილი მე არ მგონია რომ გარე აუდიტორიისთვის რამეს ნიშნავდეს ან რამე ფასი კონდეს და მეც ფიქრობ რომ ეს უფრო თვითონ შიდა მოხმარებისთვის და თავიანთ ეს მობილიზირებისთვის არის განკუთვნილი რომ რაღაც ამ სუვერენიტეტს თუ რითიც ამ პროპაგანდით იმაშვებიან ცდილობენ რომ თავისი მხარდაჭერები თუ ეს ყოველ შემთხვევაში ეს ვინც ამ რეჟიმთან ასოცირდება და არწმუნ იმაში რომ რაღაცა სუვერენიტეტს იცავენ და რაღაც ცდილობენ რომ ის თქვათ საკუთარი საგარეო პოლიტიკა აწარმოონ. ანუ ვერ გავიგეთ ვერაფერი, ხომ? ანუ არეული იყო ყველაფერი ეს პროპაგანდის რაღაც ელემენტები, რომ ეს deep state-ი, მერე ის რომ სუვერენიტეტს იცავენ და ასე შემდეგ. ანუ გარე აუდიტორიისთვის ეს არაფერს არ ნიშნავს და მე არ მგონია რომ არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და არც ევროპაში ამ წერილს ვინმე რამე სერიოზულად აღიქვავს. თუმცა რამდენად სერიოზულად არის აღსაქმელი ის დამოკიდებულებები სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რომელიც თვალსაჩინო და დადასტურებული გახდა კობახიძის ამ წერილის დანაც. რა მნიშვნელობა აქვისზე იყო გათვლილი? აქ ხომ იყო აღიარება იმის, რომ მათ საერთოდ არ აქვთ კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციისგან, მიწერა აქვთ, მოწერა და პასუხი არა, წერილი წერილზე იგზავნება, შეხვედრები არ ინიშნება და ასე შემდეგ. ამას როგორ რა ქვია არა დიპლომატიურ ენაზე პირდა ღიად რომ თქვა. ჩახსნილი ჰყავს ადმინისტრაციის შეერთებული შტატებისას კომუნიკაცია სრულად ქართულ ოცნებასთან? დიახ, თუ შევხედავთ იმ ფაქტებს, ხომ ეს გასულ წელს დაახლოებით ზაფხულში იყო, როდესაც ეს სტრატეგიული პარტნიორობა სამწუხაროდ, ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ნაბიჯების გამო, შეწყდა. ხომ ამას მოყვა შემდეგ იგივე კავშირების გაწყვეტა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან. შემდეგ იყო ის, რომ ეს ახალი ადმინისტრაციის ცვლილებებზე დადეს იმედი და ასე შემდეგ და ნახეთ რომ არც ახალი ადმინისტრაციის ცვლილებამ მათთვის სასარგებლო არაფერი არ მოიტანა. ის რომ ქვეყანა უკვე გასული წლის ზაფხულიდან ფაქტიურად ზიანი მიადგა, სახელმწიფოს მე ვიძახი რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, იქ კომპონენტი იყო ეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, იქ კომპონენტი იყო დაფინანსება და ასე შემდეგ, ამაზე აღარ არის ლაპარაკი, ხომ? ეხლა პირველი პრიორიტეტი მათთვის არის მათთვის რა ამ შემთხვევაში ივანიშვილისთვის რომ რაღაცნაირად თავისი ქონების და ამ ქონებიდან გამომდინარე რაღაც ხელისუფლება შეინარჩუნონ, ხო? ჩვენ ნახეთ წამყვანი ევროპული ქვეყნების მთავრობის წევრების განცხადება, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკური ურთიერთობა არსებობს სამწუხაროდ ჩვენთვის საქართველოს და გერმანია თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნებს შორის და იგივე არის ამერიკის შეერთებული შტატებთანაც, ხო? ნახეთ, არა მარტო დიპლომატიური არხების გამოყენების მცდელობა ვიზიტი და რა თქმა უნდა ვიცით რომ მცდელობა არის ასევე სხვა კიდე ლობისტური კომპანიების დახმარებით რაღაცა სახის კომუნიკაცია რო შედგეს, მაგრამ ამ ეტაპზე პარალელურად ნახეთ ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერა მეგობარი აქტი, სადაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ის პრინციპები, რა პრინციპებზეც უნდა აღდგეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და ეს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლმაც ბოლო პერიოდში, როდესაც შეიცვალა, ახალი ადმინისტრაცია მოვიდა, ასევე გააჟღერეს, ხო? ეს არის ის, რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, ევროპული
ინტეგრაციის მიმართულებით გადადგას ნაბიჯები, უნდა შეწყვიტოს ძალადობა საკუთარ მოსახლეობაზე, შეწყვიტოს ასევე რეპრესიული, უკან უნდა წაიღოს ის რეპრესიული კანონები, რომელიც მიიღო სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, თუ ეს ეხება საჯარო მოხელეებს და ასე შემდეგ, ხომ? ანუ მათ კარგად იციან რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რომ აღდგეს ურთიერთობა არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ თქვათ გაგრძელდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგავენ, რადგანაც ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს, ისინი ასრულებენ იმ დავალებას თუ ყოველ შემთხვევაში იმ ნებას, რასაც ასხივებს ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი, ხო? ეს წერილი, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ და მრავალი მიმართულება აქვს ამ წერილს, მათ შორის ერთგვარი კოჭის გაგორება რუსეთისთვის გულისხმობ ჩანაწერს, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ჩანაწერი აქვს. სავარაუდოდ ეს რუსეთისთვის იყო განკუთვნილი ეს ნაწილი. ნაკარნახები იყო ბიძინა ივანიშვილისგან. არ ვიცი ახლა მე ვერ შევაფასებ. იყო რა, რომ ურთიერთობები დასრულდა? ამის შემოპარებას ხომ არ ცდილობს ქართული ოცნება ახლა? მე მაინც თავ შევიკავებ ამ კონკრეტული ამ წერილის შეფასებისგან, მაგრამ ეს პუნქტები რაც ჩამოთვლილი ამას ხომ რეალურ პოლიტიკაში ახორციელებენ, ხომ თუნდაც ის როგორც თქვენ თქვით, კოჭის გაგორება წერილში რომ არ გააჟღერონ, ამას თავისი ნაბიჯებით დგავენ, ხომ? ჩვენ ნახეთ მათი განცხადებები, ჩვენ ნახეთ ასევე გადადგმული ნაბიჯები, ანუ საქართველოს იზოლაცია ესე турბულენტურ დროს რა თქმა უნდა ეს რუსეთის ინტერესებში შედის, ხო, როდესაც ქვეყანას არანაირი ეს ლეგიტიმაცია გარეთ არ აქვს და ანუ ყველა მის სტრატეგიულ პარტნიორთან გაფუჭებული აქვს ურთიერთობა, ხო? ანუ და ასევე 2008 წლის ომთან დაკავშირებით ნახეთ ხომ ივანიშვილის ბოდიში და ასე შემდეგ, ხომ? ანუ ძალიან ბევრი ის არის. ეს წერილი უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ეს არის შიდა მოხმარებისთვის ამ თავიანთი სამწუხაროდ იმ ჩვენი მოქალაქეების, რომელიც კიდევ ფიქრობენ, რომ აი ამ თქვათ აი ამ პოლიტიკით რაღაც სუვერენიტეტს ქვეყნისას იცავენ, იმით რომ ყველანაირ კომუნიკაციის გზას და ურთიერთობას აუქმებენ დასავლეთთან, ანუ ჩვენ პარტნიორებთან და ცდილობენ რომ აი ესეთი რაღაც მარბილი თუ თბილი პოლიტიკით რუსეთის მიმართ გააგრძელონ გზა. ბატონო გუჯა, თქვენ დიპლომატი ხართ, თქვენ კარგად გესმით დიპლომატიური ენა, თქვენ კარგად იცით როგორია ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის, დიპლომატიური ურთიერთობები, სტრატეგიულ პარტნიორთან ღრმა ურთიერთობები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ შეწყვეტილ ურთიერთობებზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო იზოლაციაში, რომელშიც უკვე მოქცეულია ქართული ოცნება და ჩვენ ველოდებით მეგობარი აქტის საბოლოო დამტკიცების პროცესს, ხო? რომელიც ორ ნაწილიანია, ერთის მხრივ ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტი და მეორეს მხრივ სანქციები საკმაოდ მძიმე ფორმით დაანონსებული. რა შეიძლება იყოს მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება ერთის მხრივ აღმოჩნდეს ქართული ოცნებაც და მეორეს მხრივ აღმოჩნდეს ქვეყანად. რას კარგავს თუ აკარგვინებს ოცნება აი ამ სულით რომლითაც მიდის? პირველ რიგში ძალიან გაზრდილი არის რისკები იმის, რომ ქვეყანამ შეიძლება სუვერენიტეტი დაკარგოს, ხო? აი ამ მოცემულობაში, როდესაც სრულიად იზოლაციაში ვართ და ხედავთ, ანუ ჩვენს გარშემო, ანუ რეგიონში როგორი გეოპოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს.
თავი რომ დავანებოთ თქვათ ამ ქვეყნის თვითონ შიგნით არსებულ პრობლემას გულისხმობ ჩვენ მოქალაქეებს და აი იმ სტატისტიკურ ციფრებს რითიც თვითონ თავი რომ მოაქვთ ამ ეკონომიკური ზრდით და ამის საპირისპიროს რომ ამბობს იგივე სიღარიბის მაჩვენებელი და იგივე სხვა ანუ ინდიკატორები რომელიც გამოხატავენ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას იქნება ეს სოფლად თუ ქალაქად და რომ დაუბრუნდე ანუ თქვენ კითხვას აი ამ მოცემულობაში ჩვენ ფაქტიურად აღარ ვართ ნაწილი ამ ევროპული კავშირის და მასთან ასოცირებული ამ ტრიოსი, როცა განიხილება, როცა ჩვენ ვიყავით წამყვარი, ხო, ეს არის მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, რომელთაც ჰქონდათ განსაზღვრული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული გზა, რომ დაახლოვებდნენ ევროკავშირს და შემდეგ ისტორიული შანსი გაჩნდა და გახდით კანდიდატი, მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და უკვე ქვეყნები, როგორც უკრაინა, მოლდოვა უკვე საუბარი მიდის, რომ შეიძლება 2030 წლამდე უკვე დასრულდეს მათი სრული ინტეგრაციის პროცესი, ხო? აი ამ ისტორიული შანსის გაჩენის პირობებში ჩვენ აღმოჩნდით სამწუხაროდ ამ მათი ესეთი ქვეყნის ინტერესების მოღალატეობრივი ნაბიჯებით ფაქტურად აი ამ პროცესის მიღმა აღმოჩნდით და ვდგევართ ძალიან დიდი რისკების წინაშე, რომელიც ეხება ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტს, ხომ? იმიტომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის და ესეთი რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ევროინტეგრაცია და ის რომ ქვეყანა იყოს მაქსიმალურად ინტეგრირებული აი ამ პროცესში ფაქტიურად გაერთიანებული არის სუვერენიტეტა, ხო? ანუ ჩვენი იზოლაცია ნიშნავს სუვერენიტეტის დაკარგვას, იმიტომ მარტო რჩებით ჩვენი პირისპირ რუსეთთან. პირისპირ კი, რომელსაც ანუ მტერ სახელმწიფოსთან ფაქტიურად გამომდინარე იქიდან, რომ 20% დღეს ოკუპირებულია და ხედავთ ანუ რა პროცესები მიდის თუნდაც იმ ოკუპირებულ რეგიონებში, ხო? ანუ მათთან მთლიანი ინტეგრაცია ხდება რუსეთის ფედერაციის ფარგლებში. აქედან გამომდინარე ძალიან რთული პერიოდია და ანუ პირველი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ თუ არ შეიცვლება ეს რეჟიმი, ფაქტიურად ქვეყანას არანაირი წინსვლის პერსპექტივა არ აქვს. წინსვლის პერსპექტივა კი არა, დიდი რისკის ქვეშ დგას ქვეყნის სუვერენიტეტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა ჩვენ მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მხოლოდ ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით იქნება გამყარებული და ასევე ქვეყნის განვითარებაც ამაზეა დამოკიდებული, ხომ? ანუ ჩვენ იმიტომ გვინდა ვიყოთ ამ ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ გვინდა ევროპული კეთილდღეობა და ევროპული კეთილდღეობა აისახება ყველა ჩვენი მოქალაქის ცხოვრებაზე. ეს ნიშნავს ხარისხიან ჯანდაცვას, ეს ნიშნავს ხარისხიან განათლებას, რომელზეც ყველა ჩვენ მოქალაქეს თანაბარი წვლილმა ექნება და რეჟიმს უკან დახევას დამორჩილებას, რეჟიმის ცვლილებას, ახალ არჩევნებს, რაც ახალ არჩევნებს გულისხმობს თავის თავში, ხო? აიძულებს თუ არა ამ ყველაფერს სანქციები, რომელსაც მეგობარი აქტის დამტკიცების შემდეგ ელოდება და დღეს დამტკიცდა განცხადებებითაც ელოდება თავად ქართული ოცნებაც. აქამდე თუ ამბობდნენ, რომ ეს არ ადარდებდათ, რომ სანქციები მათზე გავლენას არ ახდენდა, ახლა ყველა განცხადებიდან ჩანს, რომ მათ ძალიან ანერვიულებთ ეს ფინანსური სანქციები და სავარაუდოდ ყველაზე მეტად ეს ბიძინა ივანიშვილს ადარდებს. რას მოუტანს ფინანსური სანქციები ივანიშვილს და მის გუნდს და იქნება თუ არა ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი რეჟიმი აიძულოს და იხიოს უკან?
სანქციების ზეწოლის მექანიზმი, გარკვეული ზეწოლის მექანიზმი და მნიშვნელოვანი ზეწოლის მექანიზმი არის, მაგრამ მთავარი აქ ჩვენი მოქალაქეების პროტესტი არის და მთავარი არის რაც რუსთაველზე ჩვენ ანუ ამ განუწყვეტლ პროტესტს ხედავთ ხომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ყველა ანუ რაც შეიძლება რომ გავაფართოვოთ ეს პროტესტი რადგანაც ეს სოლიდარობა თუნდაც ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიმართულია რა თქმა უნდა ამ ქართველი ხალხის მიმართ და ამ პროტესტის მიმართ რომლებიც ცდილობენ რომ წინააღმდეგნენ აი ამ პრესიულ რეჟიმს ხომ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მთავარი აქცენტი გაკეთდეს იმაზე რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე ეშინია თუ არა ივანიშვილს ფინანსური სანქციების რა თქმა უნდა ეს მძიმე არის თითოეული მათგანისთვის ეს ფინანსური სანქციები თან თუ გავითვალისწინებთ და ეს არის ეგრეთ წოდებული გლობალური მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი პირები ხომ ეს მათთვის ეს არ არის მოდი ესე ვთქვათ ერთჯერადი და აი ხვალზე და მე ყველაფერი დაუბრუნდება ისე საწყის ეტაპს არა ანუ ამ სიაში მოხვედრა და შემდეგ ვერ გაუქმება ანუ მოხსნა სანქციები ძალიან რთული პროცესია ეს იმას ნიშნავს რომ ყველა ეს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი უნდა ელოდოს რომ აი ამ სანქცირებულთა სიიდან ამოსვლა იქნება ძალიან რთული და მტკივნეული პროცესი პირადად მათთვის და რა თქმა უნდა ეს მას განიცდიან ყველა ხომ და ამიტომ არის რომ აი ცდილობენ მაქსიმალურად აი ეს ამ წერილით და აი ამ რაღაც იმებით გზავნილებით რომ გააკეთონ მობილიზება გააკეთონ ხარდაჭერების და ასევე ერთმანეთის ცვლიან აი ამ პაროლებს მადლობა ვუსმენდით ელგუჯა ხოკრიშვილს საქართველოს ყოფილი ელჩი